ქრისტე აღსდგა. რა გითხრათ, ჩემო ძვირფასებო, ამაზე მეტი, რაც ამ სიტყვებშია გადმოცემული. ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა. ამ სიტყვებში არის გადმოცემული 4-ვე სახარების შინაარსი. მთელი ძველი და ახალი აღთქმა. ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. თქვენ რომ დღეს შეგხვდეთ ახალ აღდგომილი მაცხოვარი, რას ვთხოვდით მას? ჩვენ ქართველებს ისე გვიხარია მაცხოვრის აღდგომა, რომ მესამე დღეს არ ველოდებით და მეორე დღეს ულოცავთ უკვე მაცხოვრის ჯვარცმიდან, მეორე დღეს ულოცავთ წკინვალი აღდგომას. თქვენ გეცინებათ, მაგრამ სასაცილო არ არის. ეს არის უმეცრება, არ ეწყინოს არავის, იმიტომ რომ გარკვევით წერია სარწმუნოების სიმბოლოში და აღსდგა მკვდრეთით მესამესად დღესა მსგავსად წერილისა. მას შემდეგ რა ჩვენ აქ დავიტირეთ მაცხოვარი, რომელიც ჩვენი ცოდვებიდან გამომდინარე გავაკარით ჯვარზე, მეორე დღისით იმავე საღამოს მაცხოვარი ჩაბრძანდება დილეგში, როგორც პეტრე მოციქული კათოლიკე ეპისტოლეში ბრძანებს და უქადაგებს იმ სულებს, ვინც მას ელოდებიან. აი ამ დღის გამოტოვება, საშინელი მკრეხელობა. თქვენ არიცით, შეიძლება რომ აღდგომის ხატი არ არსებობს. რატომ? რომ ეს პროცესი აღდგომის არავის არ უხილავს. მაგრამ ჩვენ ვიცით ჯოჯოხეთის წარწყვევნა, როგორ დაამხო იესო ქრისტემ ჯოჯოხეთი. და ეს ბიზანტიურ ხატზე არის ყველაზე კარგად გამოსახული. არის კათოლიკური ხატები, გადაგორებული ლოდია, აკლდამა, გამოდის ქრისტე, ბაირაღი უჭირავ. ეს არ არის მართლმადიდებლური. ქრისტე დგას ჯვარზე და ადამი და ევას მოდუნებული ხელი უჭირავს. აქ ნიშანია იმისა, რომ ადამიანს თვითონ არ შეუძლია ჯოჯოხეთიდან აღმოსვლა და ქრისტეს ადამ და ევასთან ერთად ამოყავს ისინი ჯოჯოხეთიდან, რა თქმა უნდა, ყველა არა, ვინც მას ელოდება. აი ამ დღის დატევება და მაშინვე ქრისტე აღსდგას ძახილი ცოტა უმეცრებასთან არის ახლო. ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ თქვენ იმ ადამიანების რიგებში ნუიქნებით, ვინც დავასწრებთ მოვლენებს. სახარებისეული თხრობა იმდენად მკაფიოა, იმდენად გარკვეულია და იმდენად გასაგებია ჩვენთვის დღეს, რომ არ შეიძლება იქ რამის მოკლება ან რამის დამატება. აი მე მაგალითად რომ შემეძლოს ახლა და შემიძლია რა თქმა უნდა თქვენთან ერთად აღდგომილ მაცხოვარს ვთხოვდი ჩვენი ქვეყნის აღორძინებას, ჩვენი ქვეყნის დამშვიდებას, შერიგებას, დამდაბლებას, განწმენდას და იმ ადამიანების ეკლესიაში დარჩენას, ვინც ნათლისღებას, ბზობას მოდიან და იმ ადამიანების გაქრისტიანებას, ვინც ხვალ და დღეს გავლენ საფლავზე და კვერცხს გადაუგორებენ თავის ჭირუს უფალს. მათ შევახსენებდი შემდეგ სიტყვებს. ერთი მოციქული როცა მოუწოდა ქრისტემ, სახელი ცნობილი არ არის, გამომყევიო მე მაცადეო, ჩემი მკვდარი მამა დავმარხო, აცადეო მკვდრებს მკვდრების დამარხვა. რამ კაცრი ნათქვამი არა და თქვენი თვალით იხილავთ, რამდენი მკვდარი გავა საფლავზე თავის მკვდრის მოსთანახულებლად. მკვდარია ის ადამიანი, ვინც მას მარხვას არ ინახავს, ვინც არ ეზიარება, ვინც არ ამბობს აღსარებას არ ნანობს თავის სოდვებს და მისთვის მართლმადიდებლური ქრისტიანობა გადაიქცა პასკის გამოცხობად, კვერცხის შეღებვად და ჭარხლის მოხარშვად. მთელი ვნების შვიდეული ასე გაატარა ძალიან ბევრმა ადამიანამ. კაცრი არ ვიქნები, არ გეგონოთ ახლა რომ მე მკაცრი ვარ, უბრალოდ ძალიან გული მწყდება იმ რაოდენობა ადამიანებზე, ბზობას აქ რომ იყვნენ. აი თქვენ მაგალითად ზუსტად ვიცი რომ რამოდენიმე კვირაში თქვენ აქ აღარ მოხვათ, ნაწილი მრევლისა და აი ამასავ თხოვ ღმერთს მე დღეს. რომ აი ამასავ თხოვ, რომ თქვენი მარხვა შეიწიროს ღმერთმა. ის 59 დღეა თუ ბოლო კვირა იყო თუ 2 საათი თუ 2 დღე. და ძალიან ფრთხილად იყავით ჩემო ძვირფასებო, სიკვდილს ნუ ეთამაშებით. სიკვდილი დამარცხებულია, სიკვდილი დაამარცხა ქრისტე, მაგრამ შენ თუ არ აქწამს აღდგომილი ქრისტე და შენ თუ არ ახარ მის წიაღში, მის დედა ეკლესიაში, მის მისტიკურ სხეულში თუ არ მოღვაწეობ, სიკვდილი შენზე უფლობს. აი ამიტომ შევთხოვდი ჩემს
მაცხოვარს, ჩვენს მაცხოვარს შევთხოვდი, ჩემო კარგებო, რომ გაღვიძოს ჩვენში ჭეშმარიტი ამხსარებლობა. არა მარხვაში გაღვიძებული, როგორი დაკნინებულია მარხვაში დააკვირდით ჩვენი სარწმუნოება, ზოგიერთებს გონიათ, რომ საჭმელს რაციონს რო შეცვლი, ქრისტიანი ხარ. და აღდგომას რო იყვირებ, რომ ქრისტიანი ხარ. ეს არის ჩემო ძვირფასებო ქრისტიანობა. ამიტომ მოვიდა ქრისტე. ამიტომ ასეთი სუსტი რწმენა გვაქვს? მე მგონი რომ არა, ხო? აი ამიტომ თქვენ წარმოიდგინეთ ის ხალხი კიდევ ვიმეორებ, ვინც ხვალ საფლავებზე გავლენ, ყველა რომ მორწმუნე იყოს და ყველამ რომ მარხვა შეინახოს და ყველა რომ ეზიაროს, მათი მიცვალებულები რა ბედნიერები იქნებოდნენ, ვერ წარმოიდგენდით. ამიტომ მოდი ერთად დღეს განსაკუთრებით შევთხოვოთ ახალ აღდგომილ მაცხოვარს, რომ ჩვენი მიცვალებულები აცხოვნოს, ვინც უზიარებელი წავიდა, ვინც ვერ მოასწროს სინანული და ის, ვინც დღეს ეკლესიაში მოვიდა, აღარ წავიდეს ეკლესიიდან, თქვენ ვერ წარმოიდგენთ მოძღვრის სიხარულს, როცა ხედავ შენი 2-3 სულიერი შვილი 9 წელი რო არ იყო ეკლესიაში და მოვიდა ცრემლები, მართლა ცრემლები რო დაღვარა და ახსარება რო გითხრა. მაგრამ რამხელა გულის ტკივილი იქნება ის ადამიანები, რომ მე ვეღარ ვნახო მომავალ კვირას აქ. გამოდის რომ ესე იგი ჩვენ ტყუილად გვილოცია, ტყუილად ჩაგვიბარები ახსარება, ტყუილად ვიზიარები ხართ მაშინ, ხო? ეს ხო უმადურობას ნიშნავს, რომ დღეს შენ, თქვენ ხომ კარგად იცით, რომ ბევრი თქვენთაგანი საერთოდ არ საპირებდით ზიარებას, მაგრამ დღეს განსაკუთრებით მოწყალეა ეკლესია. დღეს განსაკუთრებით ყველა ადამიანი, ვისაც ოდნავ რწმენა გააჩნია, ყველა უნდა ეზიაროს. ერთ რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება. სიხარული და მწუხარება ადამიანს ეტყობა 3 გამოვლინებით. პირველი, მოდი მწუხარებას დავანებოთ თავი და სიხარულით. ხმაში ეტყობა ადამიანს სიხარული. ეხლა მე მგონი სხვანაირ ხმაზე ვსაუბრობ, ხო? დღეს აბა დააკვირდით თქვენი ხმა რა სხვანაირი იყო, როგორ ჭექდა ჭეშმარიტად. დღეს ჩვენი ხმა სხვანაირ ბგერებს გამოსცემს. სხვანაირ ტალღაზია ჩვენი ხმა. და ეს ხმა არ შეცვალოთ ჩემო ძვირფასებო მწუხარე ხმით. ხო, რა ვიცი, მამაო, ვივლი, ხო, რა ვიცი. არა, დიახ, ჭეშმარიტად, მინდა, ხო, კვეთრად, გარკვევით და გასაგებად. იერი. აბა შეხედეთ ერთმანეთს, ჩემო კარგებო, სულ სხვანაირები ხართ. გთხოვთ, ფოტო გადაიღეთ. ფოტო გადაიღეთ, სანამ გამხსნილდება და ერთი თვის მერე გადაიღეთ ფოტო და შეადარეთ მერე ერთმანეთს. და შეგიძლიათ აიწონოთ კიდეც. რამხელა განსხვავება იქნება, იცით, 5, 6, 7, 10 კილო. ეს ხილულად, მაგრამ ცოდვებში კილოგრამებს კიდე ავიტანთ, მაგრამ ცოდვებში რამხელა სხვაობა იქნება. ეს ყველაფერი ჩვენ სახეზე დაგვეწერება. სახეზე დაგვეწერება. ესეთი 7 სახე კი არ გვექნება, ახლა რო გვაქვს. ცოტა უფრო ლოყები გამოგვებერება. აი ამიტომ გეცინებათ, მაგრამ სასაცილო სულაც არ არის. ჟესტიკულაცია. ცოდვილი, გაბრაზებული ადამიანის ჟესტიკულაციას დააკვირდით და გახარებული ადამიანის ჟესტიკულაციას დააკვირდით. გახარებული ადამიანი როგორც მტრედის ფრთები ისე იქნევს ხელებს. გახარებულია და გაბრაზებული მოკრივესავით შეჭმუხნულია და დაძაბულია, ხო? აი დღეიდან დააკვირდით, ძალიან გთხოვთ რა. დააკვირდით თქვენს ხმას, თქვენს იერს და თქვენს ჟესტიკულაციას. თქვენ არ გეგონოთ, რომ ღმერთი მარტო აღდგომის ღამეს გველაპარაკება. ნუ გონიათ, რომ ცეცხლის გარდა მოსვლის დროს გველაპარაკება ღმერთი. ღმერთი, როგორც მამბები გვასწავლიან, შემთხვევითობაში უნდა ვეძებოთ. დიახ, შემთხვევითობაში, ეხლა გაგიკვირდებათ. აბა დაფიქრდით კარგად, მიდიხარ სადღაცას კარგ საქმეზე, საბურავი დაგეშვა. პირველი ვარიანტი. მცირე უსიამოვნობით ღმერთმა დიდ უსიამოვნობას გადაგარჩინა. რაღაც საშინელება გელოდება, საბურავი დაგეშვა, გაჩერდი. მაშინვე თქვი, ესე იგი ღმერთს უნდა რაღაცა ჩემგან შემაჩერა. შემთხვევითობაში ღმერთი საუბრობს. კარგად დაუკვირდით. მეორე ვარიანტი. რაღაცა საქმეს იწყებ, სამსახურს იწყებ, მოკლედ წვალობ, ჯახირობ, არ გამოდის არაფერი.
არაფერი არ გამოდის, ხან ბედს დააბრალე, ხან გენეტიკას დააბრალე, ხან სოლს დააბრალე, ხან მოკლედ ყველას დააბრალე, ყველაფერი. როდესაც აშკარად არ გამოდის რამე, იცოდეთ, რომ ღმერთს უნდა რომ გამხილოს აშკარა უღმერთოებაში. რაღაცას აშკარად უღმერთოდ აკეთებ და რო არ გამოდის, გაჩერდი, ესე იგი არ უნდა ღმერთს და მიხვდი რომ რაღაცა რომ ბევრჯერ რო სადე და არ გამოვიდა, ღმერთი განიშნებს რომ შენ აშკარად რაღაცა უხთო საქმე გაქვს წამოწყებული და გაჩერდი რა, დაანებე თავი. ეს მეორე შემთხვევითობა ბჭყალებში და მესამე, ღმერთმა იცის რომ სულით ძლიერი ადამიანი ხარ, შენი იმედი აქვს და შენზე უშვებს განსაცდელს. შენზე უშვებს საპატიმროს, შენზე უშვებს სნეულებას, შენზე უშვებს მეგობრის ღალატს, შენზე უშვებს გაჭირვებას, მრავალშვილიანობას, უამრავ რაღაცას და არასდროს არ უსაყვედუროთ ჩემო ძვირფასებო ღმერთს. არასდროს არ უსაყვედუროთ ღმერთს, არასდროს. როცა გაუგებარია მისი ქმედებები, ძალიან უცნაური და უთქმელია ჩვენი ღმერთი, როგორც რუსთაველი ბრძანებს, უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო. ის განაგებს ცას და დედამიწას. ოღონდ თუ შენ გინდა რომ შენი ცხოვრებაც განაგოს, უნდა უთხრა რომ იყოს ნება შენი უფალო. იყოს ნება შენი, მე მინდა რომ შენ დაგემორჩილო. მე მინდა რომ დღეიდან ჩემი ცხოვრება იყოს შენით ნაკარნახევი. მე მინდა რომ ჩემი შვილი რომელიც მეურჩება და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, მოიყვანო ჩემთან და დამიბრუნო. როგორც დღეს დაბრუნდა რამოდენიმე თქვენთაგანი დედა ეკლესიაში. ამაზე გაამახვილეთ ჩემო ძვირფასებო ყურადღება. დღეს განსაკუთრებით პირდაპირ გაგებით გეტყვით, რომ დღეს ზეცა კარები ღია, თქვენ ნახეთ, 7 დღის განმავლობაში სიმბოლურად არის, რა თქმა უნდა, კარები არ წარმოვიდგინოთ, ეხლა რაღაც კარებია ეგ ჩამოკიდებული, არა. უბრალოდ დღევანდელი დღიდან თომას კვირამდე განსაკუთრებული სმენადობა არის ჩვენს მიმართ, იმიტომ რომ ღმერთმა იხილა ჩვენი მცირე ღვაწლი, იხილა ჩვენი მონდომება, არ არის პატარა ამბავი, რომ 47 დღე ადამიანმა ძის ნაწარმი და ხორცი არ ჭამა. ამ სნეულებაში ხარ, კურთხევა აიღე და ძის ნაწამი მიიღე. ეს არ არის პატარა ღვაწლი თანამედროვე ადამიანისთვის. ამიტომ აი დღეს მაგალითად ჩვენი გრიგოლი ალბათ ყველა აკვირდებით, ხო, ვერ არის ისეთი მდგომარეობაში, როგორც უნდა იყოს. მისი დედა, ქალბატონი სვეტა ბარძიმში მოიხსენიეთ, გთხოვთ ყველას, დღეს კლინიკაში გადაიყვანეს, არის შეუძლოდ. აღდგომა ღამეს. როგორია, მაგრამ გრიგოლი არ წავიდა. მისი დედმამიშვილები არიან იქ და გრიგოლიმ აქ დარჩენა ამ ჯობინა, აქედან უფრო მეც დაეხმარება თავის დედიკოს სულს. დღეს ბაკურ გულუ არ არის, ჩემო ძვირფასებო, მისი მეუღლე ბრძანდება. ნანაგეთი აქ და ეხლა წარმოგიდგენიათ ბაკურს როგორ უნდა ჩვენთან ყოფნა. ამიტომ მოდი ვთხოვოთ ღმერთს, რომ ბატონი ბაკური იყოს კარგად. თქვენ ალბათ ვინც ხშირად დადეხართ წირვაზე, ყოველთვის გესმით, რომ მე ბარძიმში ვიხსენიებ, გოჩა საპრობილეში მყოფს. ჩემი ბავშვობის მეგობარია, სამუდამო პატიმრობა აქვს, ჩემო კარგებო. ხა თქვენ წარმოიდგინეთ, ეხლა ის ყოველთვის უგზავნი მოძღვარს და ეზიარება. საპრობილეში რო ქრისტე აღდგა სიტყვი, რამხელა ძალა გინდა და რამხელა მადლი და ენერგეტიკა მოდი შენთან. ეხლა სავანტყოფოში რამდენი ადამიანი წევს შემოკარგებო და იმას რომ ექთანი შევა და კვერცხებს რომ შეუტანს, პასკას რომ შეუტანს და მიულოცავს. რამხელა ბედნიერება, რამხელა სიხარულია და რამხელა სასოება არის ღვთის. და ჩვენ მადლობა ღმერთს რომ აგერ ვდგევართ აქ და მოვისმინეთ წირვა. მე მადლობა მინდა ბიჭებს, გალობლებს განსაკუთრებით მოვახსენო ყოველგვარი პირფერობის გარეშე, მათ იციან მე პირფერობა არ მიყვარს, უფრო ყვახე საუბარი მჩვევია, მაგრამ მე მგონი დამეთანხმებით, რომ დღეს შეამკეს ჩვენი წირვა შესანიშნავად იგალობეს. გია ცინცაძე, გიორგი ცინცაძე, როგორ არ დავლოცო, თელი მარხვა მის ზურგზე გადავიდა. დღეს კი ღმერთმა გამოუგზავნა ბევრი ასისტენტები, მაგრამ მაინც განსაკუთრებით უნდა დავლოცო რა. და დღეს გისმენდით
მინდოდა დამეჭირა ვინმე საუბარი და სამარისებული სიჩუმე იყო. იცით როგორი სიჩუმე იყო? აი რუსებმა იციან ხოლმე რომ ქარიშხლის წინ რაღაც ესეთი სიჩუმერია, წიშინა პერედ ბური. დაკვირვებული ხარ ჩემოკარგებო, აღდგომა ღამის წინ, სანამ ლიტურგია დაიწყება, ლიტარო როგორი მდუმარება. ისეთი ხმაურიანი ქალაქი როგორიც არის თბილისი, აი მოვდიოდი და ვიყურები და რაღაცა გარინდებულია ყველა, რაღაცა დიდი მოლოდინია. როგორი მოლოდინიც თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მოციქულებსაც კი არ ქონდათ მაპატიონ, კი არ განვიკითხავ. მარიამ მაგდალინელი, მარიამ კლეოპასი და ღვთისმშობელი მარიამი, როცა კაცებო არ გეწყინოთ, კაცებს ეშინიათ საფლავზე გასვლა, იციან რომ გადაიცვალა მათი მოძღვარი, ბევრ კაცს გაუჭირდება ღამე რო გავიდეს, ხო? არც ქუჩის განათება, არც ფანარი, არაფერი, მიდიან რომ თავის მოძღვარს ბოლო პატივი მიაგებონ. ლოდი ვინ უნდა გადააგოროს? თან ჯარისკაცები იცავენ საფლავს, დაბეჭდილია საფლავი. რისი იმედი აქვს, ჩემო ძვირფასებო? აი რა არის წმენა. როცა გამოუვალ მდგომარეობაში ხარ და შეუძლებელია, აი მაშინ აღჭირდება მართლმადიდებლური სარწმუნოება. აი მაშინ გვინდა ზუსტად მოვისმინოთ სიტყვები, რომ ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღსდგა. აი ამ მდგომარეობას გაუფრთხილდით, შემოკარგება, აკუმულირება გაუკეთეთ, იმიტომ გითხარით, რომ ფოტოები გადაიღეთ ახლა თქვენ აუცილებლად და შეხედეთ თქვენს გაუმეტყველებას, თქვენს ბედნიერ სახეს შეხედეთ. თქვენი სიხარულით ავსებული სული დალოცოს ღმერთმა, რომელიც ესე ახლა უკვე მალე მოიწყენს, რომ ვიცით რომ უნდა ახლა ხორცი უნდა მევირთვა, ძნის ნაწავი უნდა მევირთვა და უკვე იცის რა ელოდება. უკვე იცის რა ელოდება, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება ნამდვილად. ჩვენ ვეცდებით რომ ყველაფერში ზომიერება დავიცვათ. იმიტომ რომ მართლმადიდებლობა არის ზომიერება, არც მარცხულ, არც მარჯვენა. ხო, სუმარხვაზე რო ვიყოთ, ანგელოზები და ბერები ხომ არა ვართ და სულ გახსნილებული რო იყოს, აპატიეთ, ცხოველები ხომ არა ვართ, არა? აი ამიტომ ვიმარხულეთ, ეხლა გავიხაროთ, ეხლა ვილოცოთ კიდე, ეხლა ვიბედნიეროთ, ეხლა ერთმანეთს ჩავეხუტოთ და ერთმანეთი აღარ განვიკითხოთ. პირველი რაც ჩემი თხოვნა იქნება, ჩემოკარგებო, რაც გვახასიათებს ქრისტიანებს, ბზობას შეგახსენეთ, რომ ერთმა ადამიანმა ახსარება მითხრა ერთი სიტყვით, უსიყვარულობა. უსიყვარულობა შევცვალოთ სიყვარულით. თუ თქვენ გექნებათ სიყვარული, არავის აღარ განეკითხავთ. არც უცხოს, არც შინაურს, გარეულს და არც მეუღლეს და არც არავის. ამიტომ ევედრეთ ახალ აღდგომილ ღმერთს, რომ ღმერთო, დიდებულო, შენ რო განკაცდი, მარიამ ქალწულის ნებართვა იყო საჭირო. იცით ხო? დედაღვთისმშობელს რო არ ეთქვა, რომ აჰა მხევალი ღვთისა, განკაცება იმ წუთში არ მოხდებოდა. მაგრამ უკვე დღეს მაცხოვრის აღდგომა ჩვენს ნებაზე კი აღარ არის დამოკიდებული. ჩვენს რწმენაზეა დამოკიდებული. რამდენად გვწამს და გვჯერა, რომ იესო ქრისტე არის ყდრეთით აღდგომილი მაცხოვარი. თქვენ, ვისაც მეუღლე გარდაგეცვალათ, ვისაც შვილები გარდაგეცვალათ, მშობლები გარდაგვეცვალა, აი ახლა გვჭირდება ზუსტად აღდგომილი მაცხოვარის წმენა. ის, ვინც ახალი ჭირისუფალი ბრძანდებით, იცოდეთ, რომ ყველაზე ახლოს დღეს ღმერთი არის თქვენთან. დღეს ჩვენი ვაჟა ჯიბლაძე შევმოსეთ და მისი დედიკო ჭირისუფალი ახალი გარდაცვალებული ყავს მეუღლე. მითხრა, მამა, ამაზე კარგი საჩუქარი რა უნდა მიმეღო მე დღეს ღმერთისგანო, რომ ქმარი გარდამეცვალა და ჩემი შვილი აგერ სტიქარში შეიმოსა. მან იცის კარგად, რომ ვაჟა უფრო კარგი ქრისტიანი გახდება და უფრო ერთგული იქნება დედა ეკლესიის. კიდევ ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ გატყობთ, რომ უკვე ფეხს უნაცვლებთ და აღარ მინდა რომ გადაგღალოთ და განკითხვაში ჩაგაგდოთ. ამიტომ მინდა რომ დალოცვილები, გახარებულები იყოთ, რაც კიდევ ფარული თხოვნები გვაქვს და ხმამაღლა იმის თქმა არ შეიძლება, ისიც შეგვისრულოს. ჩემო ძვირფასებო ღმერთმა, ღმერთი ყოვლის შემძლია, ჩემი გრიგოლი რო სახში მივა, გაეგოს კარგი ამბავი, რომ დედიკო დაბრუნდა სახში და არის ჯამთელი და ყველა თქვენთანგან შემოკარგებო ჯამთელობას, სულიერ აღმავლობას, სულიერ ნეტარებას, ბედნიერებას და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. ჩვენთან არის ღმერთი.